საქალაქო სასამართლოში ანა გურასაშვილის არჩევთან დაკავშირებით პირველი პროცესი გაიმართა. გურასაშვილი 2024 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ხელი მოაწერა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას. ეს არის შრომითი დავა, რომელიც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ჩართულობითა და ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერით მიმდინარეობს. Ვითხოვთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მიმართ იქნა მიღებული გათავისუფლების შესახებ იყოს ბათილი. საჯარო რეესტრმა ჩვენ მიმართ დაარღვია შრომითი კანონმდებლობა, მნიშვნელოვანი დარღვევების მიმდინარეობდა ჩვენ შორის შრომითი ურთიერთობა არათანასწორ და არათანაზომიერ პირობებში. Დარწმუნებული ვარ, რომ პეტიცია იყო მიზეზი, რატომაც მოხდა ჩემი გათავისუფლება და ჩემი უფლებების დაცვა არის პირველ რიგში და ასევე ყველა იმ ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც მსხვერპლი აღმოჩნდა. სამართლებრივად იმდენად ძლიერი პოზიცია, რომ მგონია, რომ არის შანსი, რომ დააკმაყოფილონ, თუმცა არაფერი არ არის გამორიცხული. აღნიშნულ შემთხვევაში ცალსახა იყო დისკრიმინაციული მოპყრობა საჯარო რეესტრის მხრიდან. საჯარო რეესტრიდან უკვე 200-ზე მეტი ადამიანი არის განთავისუფლებული. ეს შეიძლება დაზუსტებულად ვთქვათ იმ მონაცემით, რაც ჩვენ გვაქვს შესაბამისად საჯარო მოხელეების დამოუკიდებელი პროკურორი კონსტიტუციის 78 მუხლი იდგება ამ ადამიანების მხარეს. ვიქნებით აქ ნებისმიერ დროს, როდესაც კი ამ ადამიანების ან საჯარო მოხელეების კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურეების პროცესები წარიმართება და გაუწევთ მონიტორინგს სასამართლო პროცესს.